რატომ არ უნდა დავარიგოთ ჭკუა დედას და ეს კითხვა დამისვა მსმენელმა ერთ-ერთი ვიდეოს მოსმენის შემდეგ. მსმენელი ქალბატონია და ვეცდები გავცე პასუხი ამ ქალბატონს. დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა ადამიანს გასავლელი გვაქვს ერთგვარი არქეტიპული გზა სიყმაწვილიდან მხცოვნობამდე, სხვაგვარად შეიძლება ეს ითქვას, მეფის ასულობიდან ქალების შემთხვევაში დედოფლობამდე. და ამ გზას თავისი დრო აქვს, თავისი წერტილები აქვს აუცილებელი, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ და ამ გზის გავლის შედეგად ადამიანი წესით და რიგით აღწევს თავის შინაგან ასაკს, მისი ბიოლოგიური ასაკი და მისი მენტალური ასაკი შედის სიმწიფეში და ის ხდება, ასე ვთქვათ, არქეტიპულად დედოფალი. ამ გზის გავლისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა ყველა იერარქიული გაჩერება გაიაროს. ახლა მოდი დაუბრუნდეთ საკითხს, რატომ არ უნდა გავაკრიტიკოთ დედა. ქალიშვილმა რატომ არ უნდა გააკრიტიკოს დედა. სწორედ ამ იერარქიული კანონით, როდესაც თქვენ დედას აკრიტიკებთ, თქვენ ქვედარგოლიდან, აი წარმოიდგინეთ არის დედა, ბებია, დედა და შვილი. თქვენ ხართ შვილი. როდესაც აკრიტიკებთ დედას, გადადიხართ დედის როლში, ანუ თქვენ ხდებით ბებია. ამ არქეტიპული თვალსაზრისით ეს არის ხელოვნურად დადგმული გვირგვინი, რომელიც არის მე ესე ვეძახი კნეინა, დაუმსახურებელი გვირგვინი ცხოვრებაში, რომლისთვისაც თქვენ გარკვეული ღვაწლი არ გაგიღიათ. ამიტომ ამ შემთხვევაში დედა თქვენი ჩამოდის შვილის როლში, თქვენ ინაცვლებთ მისი მშობლის როლში გადადიხართ. ამ ნახტომს მოსდევს თან ენერგეტიკული თავისი ანაზღაურებაც, კერძოდ თქვენ ასე დროს ძალიან გიჭირთ ურთიერთობების დალაგება, თუ ვინმე მსგავს სიტუაციაში შეიძლება გაიხსენოს და დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს, თქვენ გიჭირთ ფინანსური პრობლემების, ასე ვთქვათ, მოგვარება, თქვენ ხართ მუდმივად გაღიზიანებული, თქვენ ურთიერთობებშიც პარტნიორებთან და გარემოცვასთან მუდმივად მშობლის როლს ირგებთ და გარემოცვა ყოველთვის რაღაცნაირად თქვენ გერიდებათ და თქვენით უკმაყოფილო არის. საბოლოო ჯამში მშობლისა და შვილის ურთიერთობა ზრდასრულ ასაკამდე, პირობითად 18 წლამდე, ეს არის აღზრდაზე და გარკვეული ტიპის სწორი გაგებით კონტროლზეც დაფუძნებული ურთიერთობა, მაგრამ 18 წლის შემდეგ დედასაც თავის მხრივ მოეთხოვება ის, რომ შვილს ხელი გაუშვას და ეკონტაქტოს მხოლოდ როგორც ზრდასრულმა ზრდასრულს, მხოლოდ დალოცოს, მხოლოდ დაეხმაროს, ასე ვთქვათ, პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში, მხოლოდ უყვარდეს, მხოლოდ იყოს მისი კარგი მეგობარი, ასე ვთქვათ, გვერდში მდგომი და შეეშვას უნდა ამ მენტორული მანტიის სტარებას. ეს დედას რაც შეეხება. თავის მხრივ ამ ზრდასრულობის ასაკში შვილი უნდა შეეშვას დედის კრიტიკას, მის განკითხვას, უნდა მიიღოს ის ისეთი როგორიც არის. ხშირ შემთხვევაში ქალიშვილებს ვთქვათ, ზოგიერთს სწვენია ხოლმე დედის გარეგნობის, ინტელექტის, მიაჩნია რომ მან უფრო ბევრს მიაღწია და რაღაც გამოსაჩენი მშობელი აღარ არის თითქოს მის გვერდით, თვითონ ძალიან სხვაგან არის და დედა ვერ აკმაყოფილებს მის დონეს. ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ იერარქიული თვალსაზრისით, ამ გვარის და ჩვენი საოჯახო რაღაცა სისტემის მიხედვით, მხოლოდ ნეგატიური ენერგიის წამომღებია ჩვენს ქვეცნობიერში, რადგან ასეთ დროს ადამიანი შეიძლება ცნობიერად ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ძალიან დიდ დანაშაულის შეგრძნებას ატარებდეს თან. იმიტომ რომ ის უარს ამბობს დედაზე, რცხვენია მისი და რაღაცა მუდმივ კრიტიკაში და კრიჭაში უდგას მშობელს.
არა და რა მოეთხოვება ხო შვილს ბევრი არაფერი იყოს მადლიერი იმისი ვინც ის მშობა ამ ქვეყნად იყოს მიმღები მის მიმართ გაითვალისწინოს ასე ვთქვათ მშობლის გზაც შევიდეს მის მდგომარეობაში ნებისმიერ სიტუაციაში შეეშვას მასთან ბრძოლას შეეშვას მის რაღაცა განკითხვას და კრიტიკას სცადოს რომ როგორც ზრდასრულს ისე გასცეს თუნდაც ნეგატიურ შენიშვნებს კრიტიკას პასუხი მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს მუდმივი კამათისა და ჩხუბის მიზეზი რადგან საბოლოო ჯამში თქვენ რაც არ უნდა ქნათ როგორც არ უნდა მოიქცეთ დედა რჩება დედად ამის მოკვეთა შეუძლებელია ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ეს არის სიტუაციის მართვა იმით რომ ჩვენ მივიღებთ მშობელს როგორც არის ისეც ამიტომ ყველაზე მძიმე შემთხვევაშიც კი საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება თავს ვუთხრათ რომ მადლიერი ვართ მშობლის მე შეიძლება რამე არ მივიღო ისე როგორც ის მეუბნება მაგრამ პატივისცემას არ დავკარგავთ ჩვენ ხო ასე ვართ ზოგადად ურთიერთობაში რომ შეიძლება რაღაცა ვთქვათ ერთმა ადამიანმა მეორეს მიმართ პატივისცემა გამოხატოს მაგრამ მისგან არ მიიღოს არც დარიგება, არც აზრი, არც შენიშვნა, არც საჩუქარი თუნდაც, ხო? ასეთი ურთიერთობა უნდა კონდეს ქალიშვილს თავის დედასთან და ეს რადიკალურად ცვლის ცხოვრების ხარისხს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ენერგეტიკულად დგას ისევ თავის პოზიციაზე, ანუ მას ჰყავს დედა. რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიდგინეთ როგორ არის თქვენ როდესაც დედას აკრიტიკებთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აღარ ყავს დედა, თვითონ გახდა დედა დედის გარეშე. ანუ მისი დედის როლის შემსრულებელი გამორიცხული არის ამ ასე ვთქვათ, ამ იერარქიულობიდან. ამიტომ როდესაც ის თავის პოზიციას იკავებს, მას ყავს დედა, ну მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე როგორი დედა, მას ყავს დედა, თვითონ არის შვილი, რომელმაც შეიძლება ახალ იერარქიას, ახალ გაგრძელებას მისცეს დასაბამი. ის თავად გახდეს შემდგომ დედა, ის მზად იქნება იმისთვის, რომ თვითონ გახდეს დედა, თვითონ დაიკავოს, ასე ვთქვათ, თავისი კუთვნილი იერარქიული ადგილი და შვილს ასწავლოს სწორედ ის, რაც თვითონ მოახერხა და თვითონ დაიცვა. ამიტომ მე ჩემს რჩევა იქნება თუ ვინმესთვის ეს მისაღებია, რომ ყოველთვის ეცით პატივი ამ ტიპის იერარქიას ეს არ ნიშნავს, იერარქია არ ნიშნავს დაქვემდებარებას, იერარქია უბრალოდ გულისხმობს გარკვეული ტიპის პატივისცემას, საკუთარი თავის პატივისცემის დაწყებით. თუ მოგწონთ ის კონტენტი, ვიდეოები, რასაც უყურებთ, რომელიც შექმნილია ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლისთვის, გამოიწერეთ ის გვერდი, სადაც ახლა ამას უყურებთ და სხვასაც ურჩიეთ. საინტერესო ლექციები გვაქვს ხოლმე ჩვენ აი ამ სივრცეში, სადაც ახლა მე ვარ და თვალი ადევნებთ ჩვენ გვერდს და ეს წარით შეხვედრებს და საინტერესო რამე შეიძლება გაიგოთ სხვადასხვა მიმართულებით. წერის, ხელოვნების, რელიგიის, ფსიქოლოგიის და ასე შემდეგ.